გაცნობებთ, რომ შევქმნით მოქალაქეთა მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი. ჩვენი კოალიციის ძლიერი საქართველო ლელოს იურისტების გუნდმა გადავწყვიტეთ გაძლიერებული რესურსით გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების დახმარება ახლა უკვე მოქალაქეთა მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრის ფარგლებში. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო უამრავი ჩვენი მოქალაქე უბრალოდ ვერ უმკლავდება მძიმე რეალობას და ყოველდღიურობას. ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ოცნების დამკვირვებული, არასწორი, არაკომპეტენტური და თანაგრძნობისგან დაცლილი პოლიტიკის გამო იჩაგრებიან. პენსიონერები არა მხოლოდ ასაკობრივი, აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე სახის პენსიას იღებს ლიბერტში ბანკში, უკიდურეს გაჭირვებაში არიან. ამას ემატება ლიბერტი ბანკის მიერ მათი უსასრულო ძარცვა. ასევე მარტოხელა მშობლებისთვის არ არსებობს რეალური მხარდამჭერი პროგრამები და მათ ჯოჯოხეთის გავლა უწევთ, რომ ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნან საკუთარ შვილებს. ასევე მრავალშვილიანი მშობლები, რომლებიც ფაქტიურად მთელ რესურსს შვილებს ახმარენ და უარი აქვთ ნათქვამი პირად მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება მომატებული ფასების ფონზე, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ასევე კომუნალურ გადასახადებზე და ბენზინზე. ამ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს ქართული ოცნების ხელისუფლება არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე. უარს ეუბნებიან განცხადების მიღებაზე, კონსულტაციის გაწევაზე, ხშირად უბრალოდ არც კი უსმენენ. ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ ბიუროკრატიასთან გამკლავება. ჩვენ დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ, გაგიწევთ კონსულტაციას, მოგიმზადებთ დოკუმენტებს, დავიცავთ თქვენს უფლებებს ყველგან თუ საჭირო გახდა სასამართლოშიც კი. თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ ეს უსამართლობა, რაც დღეს გამეფებულია საქართველოში, ერთად დავასრულოთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჩვენი გვერდით დგომა ჭირდება. მოგწერეთ, დაგვიკავშირდით, მოგმართეთ, ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა.